გამარჯობა. ჩვენ ვიწყებთ ახალ ვლოგს. როგორ ხართ? მივდივართ სოფელში დედიკოსთან. ჩავჭექით. მარშრუტკაში და ველოდებით გასვლის დროის მოსვლას. ეს სიკოა. ყველაფერი გინდა კიდე ლელაბა. ხო იცნობ სიკოს. ცოტა ის მეგაბაიტები. ჩვენ მივდივართ სოფელში დედიკოსთან და შიფუსთან. წავიდეთ. გზას გადავიღებ, ახლა ულამაზესი იქნება შემოდგომა კახეთში. ვინ დამამბრუნებს? ზიკო ზეგ დაბრუნდება, მე დავჩები სოფელში. ეს სიკომ დღეს გაიგო. ახლა გაიგო. მიყვარს, აბა წავიდეთ. ახლა გზას გადავიღებ. სურათი გადმოგზავნია, რაც ამოკვეთება. ახალია. შინავა. მოვედით ჩვენ 64-ში. ნახეთ რა საყვარელი ყვავილები აქვს დედიკოს. ეს რა რამხელა გაიზარდა. Karina kundamı var, ayma. Gazımız da geldi. Geldi mi? He. Hoş geldiniz. Sağ ol, gelin. Akşam daha peçetlenir mi? Ha? Daha peçetlenir mi? გამარჯობა YouTube მაყურებლებო, როგორ ხართ? უკვე მეორე დღეა ჩვენ სოფელში ვართ. ახლა გავდივართ. ტური გვაქვს. უნდა გადავიღოთ თქვენთვის ლამაზი კადრები. დედიკო იქ არის, თუ ხედავთ. აქა მელისა. მელისა. და ნახეთ დედიკოს რა ლამაზი ყვავილები აქვს. იქით გვაქვს ჩვენ კარელოგის ბაღი. ეხლა მივდივართ ჩვენი ბაღის ბოლოსკენ. იქით მიედინება კაბლის მდინარე. ეს არის სიკო, გაიცანით. კაბლის მდინარე მიედინება და გვინდა რომ დავკრიფოთ რაღაც მცენარეები. ამიტომ მოდი ავიღოთ პატარა ვედრო ან პარკი. ხო, რაღაც ავიღოთ და გადავიღებ მე. შუფუ თუ გახსოვთ, ნახეთ როგორ გაზრდილა რომ ხელა ეს ოხერი ნახეთ. ხა მივდივართ, ქვემოთ ჩავალ ხა. უკვე ჩვენ შვილი ყავს, ხო ხედავთ. ზოგადად დაგვრცენიან. არა უშავს. ჩვენი პანჯრის ფორმაც ასე, მაგრამ მე ასე არ მიყვარს. მე მინდა რომ ორი გაიხსნას და ერთი არა, აქ პირიქითაა ჩვენც ასეა. შიფუ. 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 მოვედით, მე სულ დამავიწყდა ის წყალდიდობა. მე ამ წყლის კალაპოტში ვკრეფავდი მცენარეებს. ბაზილიკი თუ ქვია ქართულად ბზილაკი. ძალიან გეფრია და ვამზადებდი ჩაის, მაგრამ სადა ბზილაკი, სადა ბაზილიკი არაფერი ქვა მხოლოდ. თაწყალი ხალხის ზოგის ორანჟერი წაიღო, ნახეთ იქით ორანჟერები იყო. წყალმა გააყოლა. ზაფხულში აქ ვსხედვართ ხოლმე და აქ სამოვარს ვდებთ. ნახეთ გირო ქვემოთ. და ჩაის ვამთ. შიფუ. შიფუსაც დაინტერესდა. და დღეშიაო ეს კალაპოტი. რა სიცოცხლეა ერთი ნახეთ. ცოტა დავждეთ აქ. ცოტა დავსხდეთ. აქ ვართ. აქ ძალიან ლამაზი ხედია. კამერით არ ჩანს ყველაფერი კარგად. ნახეთ. კავკასიონის მთები. ჩვენ მაგიდაზე ვსხედვართ და შიფუც ავიდა მაგიდაზე. უყვარვართ მგონია მგადას. შიფუ! როგორ მიყვარს გავგიჟდები. ეს ჩემი
მგონი მეორე YouTube ვიდეო ჯერ არაფერი არ ვიცი კარგად გადაღება მონტაჟი როგორ უნდა მოვზიდო ახალი გამომწერები არაფერი არ ვიცი ამიტომ არა უშავს ნემდელა ვისწავლი ძალიან დაგეზარდა აქამდე ყურება არ უყუროთ არა უშავს თუ მოგწონთ გააგრძელეთ ყურება კი ეხლა სიმღერას ჩავთავ და ცოტა ვიცეკვებ არა თქვენ ამას არ ნახავთ ზიკო იქით ბლოგერობს, იღებს ვიდეოს, ფოტოებს და ახლა უნდა გაჩვენოთ. ჩემნაირ როდის გახდა ეს ვიჯი? არა და ძალიან დინჭი იყო. ვაუ. ვაუ. იქით ადეიდა. კარი როქს გრებს. ზიკომ რა ნახა ესთეტიური ვერ მივხვდი. ზიკო დღეს რა შემოდგომის ფერებშია, ნახეთ. რა ხდება? ნახეთ ეს არის ხურმა. ეს გამახინჯებულია. ეს არის ხურმა და ამისგან ვაკეთებთ cheers. და ძალიან გემრიელი ჩირი გამოდის. ნახეთ ერთი რა უსაყვალესობა. დამწიფებული ძალიან გემრიელია. იქითა დედიკო, წყალი მოგვიტანა სახში. დედამ წყალი მოგვიტანა, იმიტომ რომ ჩვენთან ჭაში წყალი არ არის, არც ახლო მეზობლობაში. იქით მიდის. იქით მეზობელთან რა წყალი მოგვიტანოს და რა ქვია ეს არის რომ გავრიცხოთ ჭურჭლები, იმიტომ რომ სუფთა წყალი არ არის. რაღაც ის არის ტალახიანი ცოტა. ანკარა წყალი არ არის და დასალევ წყალს ვყიდულობთ ხოლმე. როგორი ბედნიერი ვარ. არის ჩემი საყვარელი სეზონი შემოდგამა, ჩემს სოფელში, ჩემს დედულეთში ვარ. იქით არის ჩემი მეორე ნახევარი, ვლოგს იღებს, ფოტოებს იღებს. ეს უსაყვალესები ნახეთ, ესენიც შემოდგომის ფერებში არიან. აქ არის დედიკო და დეიდა. ესენი ხშირად ჩხუბობენ, მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ძალიან დიდი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ვაიმე. გამარჯობა. ეხლა მოვიდით რომ დავკრიფოთ ლობიო. კონსერვა მოვამზადე, მაგრამ ეს ლობიო არის ძალიან ქორფა. ნახეთ რა უსაყვალესები არიან. ისე მიყურებენ იქით. მოდი. ხო, აქეთ შიგნით შემოდით. ცოტა ვიწროვე, მაგრამ არა უშავს დაეტევით. აჰა, დაეტევით უკვე. ხო და რა ქვია? მინდა ცოტა კონსერვი ისევ მოვამზადო. მე არ მიყვარს ლობიო ისე ძალიან. მე მიყვარს მშრალი ლობიო. ეგრე ქვია? არ ვიცი. ეგეთი ლობიო მიყვარს. მოკლედ. ხო და ვაიმე სათვალეს შევეხე. ეხლა უნდა გავრეცხო. ხო, და მინდა მოვამზადო. კრიტიკოს ქონდა ძალიან ქორფა ლობიო და მოვამზადებ მე კონსერვებს. ბევრი არ მინდა. იმიტომ რომ მინდა კრიტიკომ გაყიდოს. ფული იშოვოს. ხო. ასეა. მახსოვს მე პატარა კი არა და დაახლოებით 19 წლამდე ვიყავი ყოველ წელს თესავდით ლობიოს. 3 ორანჟერი გქონდა, 3 ეხლა კომენტებში მოვლენ ორანჟერი არა, სათფური ხო იყო სათფური. 3 სათფური გქონდა 35 მეტრიანი, ანუ ჯამში 100 მეტრი. და ჩვენ მთელი ზაფხული კრეფავდით ლობიოს. და გქონდა ლობიო ტონობით და თან ლობიო კარგი ძვირი ღირდა მაგ დროს. და კარგად ვშოულობდით ხოლმე. მე მახსოვს ერთხელ ერთ წელს ძალიან კარგი გქონდა შემოსავალი და დედიკომ მე მიყიდა ტელეფონი. ის იყო Nokia
Nokia X2 და ღირდა 225 ლარი. ისე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. ახლა აქედან გავაგზავნებ საუბარს აქ უნდა დავკრიფო. ხო, იყიდა ტელეფონი და მე მაშინ ვიყავი მერვე კლასში. კარგად მახსოვს და შევიძინეთ პირველი ტელეფონის ნომერიც, რომელიც შარშან დავიკარგე. კი არა, შარშან დავკარგე ის SIM-კარტი. მანამდე დიდი ხანი მე მქონდა ის ტელეფონის ნომერი, მაგას ვიყენებდი და ყველა მიცოდა რომ ეს არის ფერის ტელეფონის ნომერი. ხო. ერთხელ მახსოვს. არ მახსოვს და მოვიწყდა. ხო, კაი. შევაშვათ. ნახეთ, როგორი ბარაქიანია, როგორი უხვია. ძალიან დიდი მადლობა ღმერთო. ცოტა გვაქვს. მაგრამ რაც გვაქვს ერთი სიტყვით. ეს ის არის აი ესეთი ლობიო მიყვარს. რა ქვია ამას? არ ვიცი. ქართულად რა ქვია? აზერბაიჯანს რა თქმა უნდა ვიცი. ასეთ რაღაცებს ვამბობ. კომენტარებში მოდიან რომ ეხლა შენ ვითომ ქალაქელი ხარ და არაფერი არ იცი ხო? ნუ გოიმობ. არა ზოგი რაღაც ქართულად ნამდვილად არ ვიცი. და ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ არც ერთ ციგნში არ წერია ლობიოს სახეობები. ცოტა გამიბრაჯე, გავშალე თმები, გავაკეთე ჩემი საქორწილო სათვალე, წავუსვი პომატა და ჩავიცვი ეს ჭემპრი. მიყვარს ელეგანტურია ჩემი აზრით, სიკოცაქაა, ემზადება. და მივდივართ დეიდაშვილთან სტუმრად, სახში გავხსნელი, ტკბილეული არ გვაქვს, ამიტომ წავიღებთ არაყს. ეს პირველი შემთხვევა ჩემთვის. თან გთხოვეს ჩვენ ქორწილიდან დაგვრჩა ძალიან ბევრი არაყი. და ახლა წავიღებთ და წავალთ, გადაგიღებთ სუფრასაც. გავდივართ და მივდივართ. ჩავიცვი ჩემი სტიჩის ფუსტაცმლები. თემოდან გამოწერილი, მაგრამ უსაყვარლესი. და მივდივართ. ასე მივდივართ. მზის ჩასლა ნახეთ, უკვე ჩავიდა მზე. ეს არის ჩვენი მიწა. იქით გვაქვს ბოსტანი. შიფუ თუ მოდის? არა, შიფუ არ მოდის. ძაღლებით ყველგან დაგვდებს ყველგან. იქით დეიდას სახლია. იქით დეიდაშვილს, იქით დეიდას, იქით დეიდაშვილს და იქით დეიდაშვილს გოგოს. სახლები აქვთ. ჩვენ გზით არ მივდივართ, იმიტომ რომ ასე ის რომ ამოვე მე მოკლე გზა ვიცი და ის მოკლე გზა ყოველთვის ცუდი გზაა. აინა ძანო, აინა ბალო, ათელერი, ნოინასუნ, ამა ჩოხჩოხისგან ვერამგეზლერი, ნამასუნ. იანდა ჩვენ ვერა ვართ. სამცხარა თუ საპიტინი ვართ, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ვერა ვართ. მოვედით. Üstü koysan ana korkusu derdim. Bilecek ki şeydi. Sigaret seçilişi beşine de üstüne. Ბევრ დღეშია. ნახეთ. მერტე ჩემო. არც გზა არა ნორმალური. თუ ვიღაც მოვანა სვამი. აქედან ხოცხალი ვერ გადავა. აუ იქ არის ჩვენი ყვავილი, ძალიან ლამაზი ყვავილი იყო. იქაა დარჩენილი. ესთეტიკაა. ველდებით მარშრუტკის მოსვლას. უკვე სამშაბათია და ჩვენ ვუბრუნდებით. 10:30-ია ველდებით მარშრუტკას. ჩანთები ჩავალაგეთ. შიფუს ვერ წავიღებთ დღეს. როცა მოვალთ მანქანით, მაშინ წავიღებთ. თავისი ჩანთა კი აქვს, მაგრამ ჯერ არ გადავსულვართ რუსთავში. აქედან პირდაპირ რუსთავში წავიღებ. არ მინდა რომ მარნეულიდან რუსთავში იწვალოს, იმიტომ რომ ისტრესება ძალიან და დიდი ხანი შიფუს სოფელში არჯავა. ძალიან დიდი ხანი, ძალიან ისტრესება, ამიტომ ეგრე ჯობია.
აბა დავამშვიდობოთ ერთმანეთს. კარგად იყავით. აქამდე იყო ჩემი YouTube ვიდეო. შევესწრები რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღოთ. აქამდე თუ მიყურეთ წითელი გული კომენტარებში და ასევე კომენტარებს გეოდებით მოგწონთ თუ არა მსგავსი ვლოგები. მადლობა, ძალიან მიყვარხეთ.